Zinstami gisurat. Zamidaro Baldaklav gisurat mogilotsot Mariamobis desasavli. Პირველში ხარობს ადამიანის გული, გონებას, მაგრამ რა თქმა უნდა გული. ეს არის ის ადგილი, სადაც რომელიც არასდროს царელი არ რჩება გული ადამიანის. გული ადამიანისა მადლით უნდა იყოს სავსე. იგი царელი არასდროს არ იქნება, თუკი მაშინ მადლით თისა დაისადგურებს. იმიტომ რომ წმინდა ადგილი ადამიანი ღვთის ხატანაც გავსათქმულია და მასში царელი ვაკუუმი არასდროს ესე ვთქვათ, როგორც მეცნიერული ვაკუუმი არასდროს და ვერასდროს ვერ იქნება, იმიტომ რომ მასში უნდა მადლი იყოს. წინანდელ შემთხვევაში სხვა ძალა ისარგებლებს. ამიტომ პირველში გული ჩვენი ხარობს ამ დღესასწაულის ვთქვათ თანაგანცდი, თანა ასე ვთქვათ ამ დღესასწაულის თანა შეწევ ჩვენგან. ხარობს გული ჩვენი, ხარობს გონება, მთელია ჩვენი ოჯახი, მთელი ველი. რა თქმა უნდა, ვერცერთ გონებაში, ვერცერთ გულში ვერ დაეწევა ამ დღესასწაულის მთელი მისტიკური სიღრმე და მისი მნიშვნელობა. მაგრამ იმ ჭურჭელს, რომელშიც ადამიანი ატარებს იმ ჭურჭლის საზომისებრ მისისა, ჭურჭლისებრ საზომისებრ ჭურჭლისა, მასში აუცილებლად ეტევა და უნდა დაეპყროს, აუცილებლად უნდა დაეპყროს და უფრო მეტადაც უნდა გაიზარდოს ეს ადამიანის სულიერი ჭურჭელი. ყველაზე უფრო დიდი იარაღი ჩვენი ესე ვთქვათ, ამ ცხოვრებაში დაბრძოლების გადალახვით ეს არის სულიერი ჯვარი, რომელსაც ვატარებთ, რომელიც აგვამაღლებს ჩვენ და ყველა დაბრძოლებას გადაგვალახებს, ყველა დაბრძოლებაზე მაღლა ავყავთ. ზუსტად ესეთი დღესასწაულები აგვამაღლებს ჩვენ და გადაგვალახებს ყველა დაბრძოლებას. დღესასწაული კი არ თავდება. ეკლესიაში მუდამ დაუსრულებელი დღესასწაული. აქაც მიწაზე, მებრძოლ ეკლესიაში და იქაც ზეცაში, გამარჯვებულ ეკლესიაში. უკვე აქ დღესასწაული ჩვენ მეუფებას ზეციერს გვაზიარებს. უკვე ადამიანები ღვთისმშობელს ადიდებენ, პირველ რიგში უფალს ადიდებენ, ღვთისმშობელს, ყველა წმინდანს, ვინც ადიდებს და ღვთისმშობელთან ერთად თანა იხარებს მარიამის დღეს, ის მეუფებს ღვთისმშობელთან ერთად უკვე აქ მიწაზე. მას აქ ზეცა მიწაზე აქვს, მეცაც ვეთქვი. ღვთისმშობელთან ერთად აქ ზეცა მიწაზე ეს ადამიანებს. ყოველთვის ესე იქნება. თუკი ადამიანი უღირსი იქნება თუ ღირსეული ყველა მაინც ჯამში უღირსია. იმიტომ რომ ჩვენ იმის კი არ უნდა გვეშინოდეს, რომ ჩვენი თავი უღირსი აღვიქვათ და უღირსად ვიგრძნოთ და ცოდვილად შევიძნოთ ჩვენი თავი და ცოდვილი დავინახოთ ცოდვებსა და უღირსებასა და ვთქვათ შორს იდეალისაგან. ამის კი არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ უნდა გვეშინოდეს იმისა, რომ ჩვენი თავი წმინდანად წარმოგვიდგეს და წმინდანი გვეგონოს ჩვენი თავი. აი მაშინ უნდა შევშინოთ. თორემ უღირსი და ცოდვილი რა თქმა უნდა ვარ, მაგრამ ღმერთი მოწყალია. და არ განვიკითხავს ჩვენ, არ გზის ჩვენ. არამედ იმ უღირსაც და ღირსეულსაც უფალმა იცის ვინ არის და როგორი არის. აძლევს საშუალებას, წდება, აღწევს იქამდეც, ყველამდე აღწევს, უღირსამდეც და ღირსეულამდეც ყველამდე აღწევს. მადლი ღვთისა, ყველაზე წვიებს, ყველაზე გარდამოდის. ლიანად გარდამოდის ყველაზე, მაგრამ ვინც როგორ იღებს ჭურჭლის საერთმის, როგორც ვახსენე, ეს უკვე მისი ჭურჭლის ვთქვათ მოცულობის უხეშად ვთქვათ პრობლემაა და საქმე. ამიტომ ყველაზე დიდი დღესასწაული 12 უძრავი ერთ-ერთი დიდი დღესასწაული დიდი ეს არის მარიამის დღესასწაული. ჩვენ ხედავთ როგორ ერევა ზეცა მიწაზე, როგორ ხდება ღვთისმშობლის გასვლა მოქმედება, ჩვენ ხედავთ როგორ მოდის ანგელოზი, მთავარანგელოზი გაბრიელი და როგორ ჩამოდის ზეციდან დახმარება, ჩამოდის უფლის კუთხევით ანგელოზი და როგორ ეხმარება, როგორ ეცევა ღვთისმშობელს ყველა მისი ასე ვთქვათ ცხოვრების დღეს და განსაკუთრებულ დღეებში ცხოვრებისა, როგორც ვიცით, ხარების დღეს შემდეგაც და რა თქმა უნდა განსაკუთრებით აი ამ დღეს, როდესაც იქნა აყვანილი და მიძინების დღესასწაული იქნა და 3 დღის მერე აყვანილი იქნა სხეული და ღვთისმშობელი აღდგომილი იქნა და აყვანილი როგორც პრეტი ზეცაში ცოცხლად იქნა აყვანილი. ასე ვთქვათ, აი ეს სიყვარული ღვთისა მას ბედნიერებს, ჩვენს ბედნიერებს ღვთის, რომ ჩვენ ხვდებით, რომ ზეცა აგერ აქვე არის, ახლო არის ზეცა. რომ აი აქვე არის, ჩვენთან არის ღვთისმშობელი, ჩვენთან არის ზეცა, ჩვენთან არის ანგელოზები, ჩვენთან არის პირველ რიგში უფალი, რომელიც თვითონ იყო ადამიანად მოსული, ცოდვის გარეშე და ამაღლდა ზეცადა თქვა, რომ წარვიდან მიმოწობა მხოლოდ წარმართნა და ნათაცევით მათ სახელითა მამისათა და ძისა და სულისა წმინდისა.
და ახლა ესელა ყოველივე გამსეთქრო, ხო? რაც შემდეგ. და ახლა ესელა თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა და ცხოვრებისა თქვენისა. ყოველთა დღეთა ჩვენთან არის. უფალი. აი ეს რამხელა სიხარულის გვაძლევს ჩვენ, რამხელა ზრდას სიხარულისა. როგორ იზრდება ადამიანში სიხარულის ძალა, გონებრივი ძალა, სულიერი ძალა, ყველა პარამეტრები ადამიანობის სულისა, ყველა ჩვენი გზნობა, როგორ იზრდება და ხარობს, როცა ვიცით რომ აქვე არის ეს ყველაფერი. აქვე არის ეს ყველაფერი. იმიტომ რომ აი ამ სიხარულის თანამონაწილენი ვიყოთ ყველანი, ვისაც არ განუცდია, ვეცადოთ რომ თანაზიარი გავხადოთ ამ სიხარულის. ვისაც უჭირს წარება თავისი ჯვრისა, ვისაც უჭირს გაჭირვების გამო ამა ცხოვრება მიწია პრობლემებში უჭირს ყველა მხრიდან განსაცდელი მოადგა, ყველა მხრიდან ზოგჯერ იცის რაღაცა ის შემოეჯარება ადამიანს განსაცდელი, რაღაცა პრობლემებშია, თითქოს გამოუვალ მდგომარეობაშიც არის ხოლმე ზოგჯერ გონია, მაგრამ ყველაზე კარგი საშუალება ამ გაჭირვებისაგან, ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის ეს არის ვედრება, დაუცხრომელი ვედრება ღვთისა და ღვთისმშობლისა და ყველა წმინდანისა. განსაკუთრებით ღვთისმშობლისა. განსაკუთრებით ღვთისმშობელს აქვს საოცარი ძალა იმისა, რომ ადამიანს მიანიჭოს ის საოცარი გახსნა გზისა. გადალახვის ძალა იმისა, რომ შეწევნა მისი ეფექტური არის ძალიან. ღვთისმშობელი სწრაფს შემწია. იგი საოცრად ეწევა ადამიანს. იგი ცდილობს არასდროს არ ივიწყებს ადამიანს, არასდროს არ ივიწყებს გაჭირვებას ღვთისმშობელი. განსაკუთრებით აიძახიან რომ ღამე ჩამოდის, იგი ღამე ეხმარება. გამოდის ასე ვთქვათ, აი ჩვენთვის დასახმარება ზეციდან შემოდის ჩვენ რეალობაში და მოდის და ხომ ყოვლადწმინდა სამების წინაშე დგას და მისი კურთხევით მოდის და ჩვენ გვეხმარება. ყველა ვისაც უჭირს, ვინც მოკლებულია ჯანმრთელობას, ვინც მოკლებულია შეწევნას, მოკლებულია დახმარებას. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ხილულით უხილავი განცდით, ხილულით უხილავი რაღაცა მაგალითი არ ქონდეს იმისა, რომ ღვთისმშობელი შეეწია. ესეთი ადამიანი თითქმის არ არსებობს. ხო, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევწიროთ ჩვენ იმისათვის, რომ იგი ასე გვეხმარება და გვეწევა. პირველ რიგში თავისი დღესასწაულები. წარმატება და ბედნიერება ყველას უნდა. ყველას უნდა რომ იმედი გქონდეს, ყველას უნდა რომ განთავისუფლდეს უსიამოვნებებისაგან, ყველას უნდა რომ განთავისუფლდეს რაღაცა აი თქვათ რაც გვაწუხებს ჩვენ, მაგრამ მიწიერი ცხოვრება ხომ ამით სავსეა. მაცხოვრებელს გავიხსენებთ, იდეალი და შეუწუხებელი და უპრობლემო ვერასდროს ვერ იქნება მიწიერი ცხოვრება, ბოლომდე დალაგებული, ვერასდროს ვერ იქნება. რაც მე ენერგიას, რაც მე სულიერ ძალას ადამიანი მიწიერი ცხოვრების ეგრეთ წოდებულ მოწესრიგება, ასე ვთქვათ, ეკონომიკური თუ ყოფითი პრობლემების მოწესრიგებას ანდამს, მით მეტად ირევა, მით მეტად მოუწესრიგებელია ეს ყველაფერი. მაგრამ მაცხოვარი ჩვენ თავარზე გვეუბნება, რომ ჩვენ სულიერი ცხოვრება მოვაგვაროთ, სულიერი სასუფეველის პრობლემები მოვაგვაროთ, ჩვენი სულიერი წესრიგი მოვაწესრიგოთ, ჩვენი სულიერი სამყარო მოვაწესრიგოთ, სასუფეველი ცათავით ყოფ. და მაშინ მოწესრიგდება გარეშე სამყაროს, ის გენერირებს ჩვენი შინაგანი ცხოვრება. მაგრამ ამ დიდ რთულ პროცესში ადამიანის განხთობისა თავარი ცნება დაგვავალო ხოლმე. თუ გვინდა ამ ყველაფერს გაუძღვით, მოთმინება, კონსტრუქციული მოთმინება მართებს. მოთმინების გარეშე არაფერი არ გამოდის. მოთმინება არის საჭირო. უფრო მეტი მოთმინება, ვიდრე ჩვენ გვაქვს, უფრო მეტი მოთმინება, ვიდრე ჩვენ გონია რომ შეგვიძლია, კიდევ მეტი შეგვიძლია. მოთმინება ეს საოცარი თუ ადამიანი მოითმენს, ნებისმიერ ტვირთს გაუძლებს იგი. და ნებისმიერ ტვირთს მოხსნის უფალი მას, შეუმსუბუქებს. თუ ხედავს რომ მოითმენს ადამიანი, ღვთისმშობელი მას შეუმსუბუქებს. უმძიმესი ქვაც რომ ყოლოს კისერზე დადებული, როგორც ბამბას ისეთ მსუბუქს გახდის. უმძიმესად უდიდესად ჭუჭქიანი რო იყოს ადამიანი, როგორც თეთრს, როგორც თოვლს ისე გახდის, განბავს უფალი. თუ კი მოინანიებს, თუ კი უფალს შეურდება, ტვირთი მისი მსუბუქი და ტკბილი გახდება. თუ კი მოითმენს, თუ კი დამდაბალი იქნება, თუ კი მშვიდი იქნება, როგორც უფალი. ხომ პირდაპირ გვეუბნება ქრისტე, ისწავლეთ ჩემგან, ქრისტე გვეუბნება უფალი, ღმერთი გვეუბნება, ჩემგან ისწავლეთ. უფალი რომ გვეუბნება ჩემგან ისწავლეთო, ასევე ღვთისმშობლისაგანაც უნდა ვისწავლოთ, რაც მან მოითმინა. ხომ, დედა ღვთისა, რაც მოითმინა, ეს მაგალითი არის ჩვენთვის. ღვთისმშობლისგანაც უნდა ვისწავლოთ. ყველა ადამიანის ცხოვრება შორს არის ძალიან იდეალისა, ძალიან შორს არის. ჩვენ ძალიან ბევრი მოთმინება, ძალიან დიდი შრომა გვმართებს იმისაც, რომ იოტის ოდენაც მადლით მიემსგავსოთ უფალს, ღვთისმშობელს და ყველა წმინდანს. რასაც ყველას გისურვებთ, წარმატებას გისურვებთ, ზის გახსნას, ღვთის საიდუმლოდ, სული საცხოვნებლად, ამინ. ერთმანეთს